მიდიხარ შესაწყალო, სად მიდიხარ? ვერ ხედავ ეკლესიის შიგნით, რამდენი ცუდი რამ ხდება? რამდენი სკანდალია და რამდენჯერაც ამას მეუბნებიან, მაფორიაქებენ. ყოველთვის გექნებათ ეგ. ერთმა ადამიანმა ზუსტად იგივე შეკითხვა დამისვა და ასე უპასუხე. მიდი ერთ ბუსთან და ჰკითხე. აქ სადმე ახლო-მახლო ყვავილები ხომ არ გინახავსო? ყვავილები? გაუკვირდება და გიპასუხებს, რომ აქვე ორმოში კონსერვის ქილები და ფეკალიები ვნახებ ლომადო. შემდეგ ნებისმიერ ფუტკართან მიდი და კითხე, სადმე ფეკალიები ხომ არ გინახავსო? ფეკალიები? გაუკვირდება. ირგვლივ უამრავი ყვავილი ვნახეო. გეტყვის. როგორც მიხვდი, ზოგი ადამიანი ბუს ქავს და ზოგიც ფუტკარს. ის ადამიანები, რომლებიც ბუს გვანან, ნებისმიერ გარემოებაში მხოლოდ და მხოლოდ ცუდს ეძებენ და მხოლოდ ამით არიან დაკავებულნი. არსად არ ეძებენ რაიმე სასიკეთოს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ფუტკარს გვანან, ნებისმიერ გარემოებაში პოულობენ მხოლოდ სიკეთეს. ადამიანს თუ კი კარგი ფიქრები აქვს, რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა დაინახოს, ისევ კეთილ ფიქრებს განაგრძობს. ასე რომ თქვენ წყვეტთ რა გინდათ რომ იყოთ, ბუზები თუ ფუტკრები. გერონდა